ლოცავთ მეგობრებო, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. არაბული ქალაქების პროექტი სულს გაფავს და ჩაჯმის პირას არის. ეს აისახა ახლახანს ხელშეკრულებაში საჯარო რეესტრით. ვნახეთ, რომ 2 წლით გადასცეს მხოლოდ მიწა კრწანისის ტყეპარკში, როცა სამუდამოდ იყო განსაზღვრული გადაცემა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები აქვს ფულის ჩადების და ამ პროექტის განხორციელებისა არაბულ იგლ ჰილს. ამას წინ უძღოდა ძალიან საინტერესო მომენტი, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პარლამენტარი რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძე და მან ღიად განაცხადა ჩვენ შევხვდით არაბ ინვესტორებსო, რომლებმაც გამოაცხადეს შეშფოთება ამ პროექტთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არაჯანსაღი გარემოსიო. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რასაც პირადად მე ვაკეთებ, რასაც აკეთებენ კრწანისისა და გონიოს მცველები, არის ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც კონფერენციაც კი ჩაატარა, ამაზე მე მოგახსენებდით, ჩავაგდებ კომენტარებში ამ მასალებს. აი ამისა არ უნდათ უკვე ფეხს ითრევენ, რადგან ვის უნდა ახლა ინვესტიცია ჩადონ იმ გარემოში, სადაც მტრულად არიან მისდამი განწყობილები, ხო? მე ეს გამიკეთებია სხვათაშორის, ეს მოგახსენეთ ერთ-ერთ ვიდეოში 2018 წელს, როცა შევიტყეთ ირანელი ბიზნესმენების მასობრივი გადმოსახლების შესახებ საქართველოში. მაშინ ამერიკული სანქციების გამოსაქცევად მოიფიქრეს ეს ვირეშმაკული გეგმა ირანელებმა, რომ აქ ჩამოესახლებინათ თავისი ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, რამდენი ათასობით ადამიანზე აქ ლაპარაკი და ამერიკული სანქციების გვერდისავლის ერთგვარი მეთოდი გამოიყენებინათ, ასე რომ საქართველოს პლაცდარმი ყოფილიყო მათთვის. პირდაპირ წერდია ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ეს არის შაჰ-აბასობა საქართველოში, ეს არის ირანელების სპარსული ექსპანსია, არ დაუშვათ სპარსელების ჩამოსახლება, აი ამ ტექსტით კი, ამიტომაც აღარ დღემდე საქართველოს დამსახურებული ქსენოფობი. და შეწყვიტეს ეს, გამოვიდა პირადად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინდელი და განაცხადა, რომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა არ ჩასულიყვნენ საქართველოში, რადგან როგორი იყო ფორმულირება, საქართველო არის ჩვენთვის არაკეთილს აიმედო ქვეყანა. აი ამ კამპანიიდან გამომდინარე, რასაც თქვენი მონამორჩილიც ეწეოდა. ახლაც ასე არის. არა არაბულ ქალაქებს ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის არაკეთილს აიმედო. გარემო და მეცაც ვამბობდი პირადად, რომ არაბ ინვესტორებსაც მიმართავდი, ხო და ახლაც მიმართავ. ქართული ოცნება დღეს ხვალ შეიცვლება, ვერ დარჩება ეს რუსული რეჟიმი საქართველოში და თქვენ დაკარგავთ ამ ინვესტიციებს. მით უმეტეს მაინდამაინც არც მანამდე ქონია დიდი სურვილი ბევრი ჩაგედოთ აქ და თაღლითური სქემით ჯერ ბინებს გაყიდიდით, ჰაერს ანუ გაყიდიდით და შემდეგ კიდევ ამ გაყიდული ჰაერიდან კორპუსებს ააშენეთ, მე იმ კორპუსებს გაყიდით და მომავალ კორპუსს არავითარ ინვესტიციას არ დებთ. მოკლედ ეს არ გამოვა. გაავრცელეთ ეს ვიდეო, გილოცავთ ყველას. არაბული ქალაქების თემა ჩაჯმამდე მისული, ცოტა აკლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ცვლილებებს არ შეიტანდნენ სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში, ხო, რომ 2 წლით უზურპრუტით გადაცემა მიწისა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მიწის გაყიდვა შეუძლია, არც დაგირავება შეუძლია, არც ბანკში ჩადება შეუძლია არაბულ კომპანიას. პრობლემების გამოვლინება არის ეს და ამ პრობლემების გამოვლინებაზე კიდე მოგახსენებთ, ხო? საფრთხე აქვს შექმნილი არაბული ქალაქების მშენებლობასაც და მერე აქ ფუნქციონირებასაც ამ ჩვენი ბრძოლის შედეგად, რომ არ გვინდა საქართველოში არაბული ქალაქები. სიძულვილის ენა დაარქვით ამას, ქსენოფობია დაარქვით, ცალფეხზე მკიდია. არ გვინდა აქ პაკისტანელ ავღანელების და რა ვიცი ბურკინა ფასოელების მასობრივი შემოთესლება და მათაც
მოუწევთ აქედან გაქცევა ქოცებთან ერთად. იმიტომ რომ საქართველოს არ არის საჯილიგინო ის რა ქვია საექსპერიმენტო ის იმისათვის რომ ქართველიერი იქცეს უმცირესობად და ბორიას აუხდეს ოცნება ეს სუსლოვიცეული საქართველოს ქართველების გარეშე არ გამოგივათ აქ ქართველიერის ჩანაცვლების პროგრამა. გაავცელეთ ეს მაქსიმალურად და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას.